27 მარტს ჰარვარდის სტუდენტებმა გამართეს აქცია. დემონსტრანტები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა ჰარვარდის საერთაშორისო სტუდენტების მიღება შეეზღუდა, რამაც სტუდენტების აღშფოთება გამოიწვია. გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ჰარვარდის ათასობით უცხოელ სტუდენტს მოუწოდა. გადავიდნენ სხვა უნივერსიტეტებში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის ლეგალურ უფლებას. ეს გადაწყვეტილება ამ დროისთვის შეჩერებულია. ფედერალურმა მოსამართლემ პარასკევს სასამართლო პროცესის დაწყებამდე დროებითი შეჩერების განკარგულება გამოსცა. ჰარვარდში დაახლოებით 7000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, უმეტესად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ახლა ისინი იძულებული არიან დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მინისტრ კრისტი ნოემის თქმით ჰარვარდმა ვერ უზრუნველყო უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულად წარდგენა. თუ ებრაელების ისტორიიდან რაიმე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ ადამიანების სასწავლო დაწესებულებებიდან დევნა მათი იდენტობის გამო მორალურად გაკოტრებული პოლიტიკის სიმპტომია. აბსურდული ადმინისტრაციის მტკიცება, რომ თითქოს ეს პოლიტიკა ანტისემიტიზმთან საბრძოლველადაა შემუშავებული. უნდა ვიყოთ გულახდილები. ამას ანტისემიტიზმთან არაფერი აქვს საერთო. ანტისემიტიზმი რეალური პრობლემაა ჰარვარდშიც და ზოგადად მთელ ქვეყანაში. მაგრამ ეს პოლიტიკა ვერანაირად ვერ ებრძვის ამ უძველეს სიძულვილს. პირიქით, ეს მხოლოდ ყოფს ერთმანეთისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. ჩვენ უარყოფთ ამ ადმინისტრაციის ნარატივს. And so I'm here today to tell you that the Jewish community rejects this administration's narrative. სიტყვის თავისუფლება და კანონის წინაშე სამართლიანი პროცესი ამერიკული სისტემის საყრდენი პრინციპებია. ესაა თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. თუმცა დონალდ ტრამპი ამ თავისუფლებებს თავს იმიტომ ესხმის, რომ ისინი ხელს უშლის მის ავტორიტარულ ძალაუფლებას. ეს ზუსტად ისაა, რასაც ავტორიტარები აკეთებენ. ტრამპი სახიფათო ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო უფლებების გასაუქმებლად. ჩვენ უკვე ვიხილეთ მისი სასტიკი რასისტული თავდასხმების სიტყვის თავისუფლებასა და მრავალფეროვნებაზე და ასევე მისი კავშირი ულტრამემარჯვენე მილიარდერებთან, რომლებიც ფაშისტურ რიტორიკას აგძლიერებენ. ჰარვარდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა და აზიანებს უნივერსიტეტის კვლევით მისიას. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე გააუქმა $2 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კვლევითი გრანტები, რაც ჰარვარდს აქამდე ჰქონდა მიღებული. უნივერსიტეტი არ ეთანხმება ადმინისტრაციის მოთხოვნებს და იცავს თავის პოზიციებს უნივერსიტეტის პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით. კონტრაქტების შემცირება ჰარვარდის ბიუჯეტს საგრძნობლად შეამცირებს.